მენაკე მაშხარუ რო ვეგაზავებოდით ძრავი გავაფუჭე რა ყავს კაცო ეს რა ყავს ესე გიბრუნდებით მორიგი ვიდეოთი გამოვიყვანე ჩემი GT ჩქარჩქარ ვლაპარაკობ იმიტომ რომ ძალიან ცივა გავიყინე მოკლედ ახალი რა ხდება წინა ვიდეოში MX რო ვეგაზავებოდით ძრავი გავაფუჭე ფერი არ არის ყოველ გაზაობაზე ყოველ ზეთშესვლაზე უწევს ხოლმე პორშინების გამოცვლა დღევანდელი ვიდეოს ინტროსთვის ჩემი სომეხი ძმაკაცი გვიმღერებს სომხურად ამიტომაც გთხოვთ მოვუსმინოთ Wait, come. I'm gonna go a little bit back. Okay, go. Menake mashkharu maranskes tenchume im sirte miankes I never done this shit before. გადმოვინაცვლეთ გარაჟში, სადაც ხედავთ ჩემს 124-ს, რომელზეც გითხარით რომ ძრავი გაფუჭდა. სუსტი წერტილი რაც აქვს ამ ძრავებს და რაც მე მქონდა პრობლემა, არა ერთხელ, სადღაც ერთი 3-ჯერ მომივიდა უკვე. პორშინები იმტრევა რა და ვერ უძლებს, რავი, ალბათ ამდენ წნევას ვერ უძლებს. იმდენი ძალაც არა აქვს, რომ თქვა რომ მოსალოდნელი იყო და რა თქმა უნდა გაფუჭდებოდა, არ ვიცი, რავი, ალბათ მე არ მიმართლებს რომ ესე ტეხავს ამ პორშინებს რა. ახლაც იგივე რაღაც მოუვიდა, სხვათა შორის ერთ ცილინდრზე ქონდა დაკარგული კომპრესია და გამოცვალეთ მოკლედ ეს ერთი ცილინდრი და მეთქი სხვების შევამოწმოთ, სხვების გამოვყარეთ და 6-დან 3 ცალი გატეხილი იყო რა. არა და ისე მუშაობდა მანქანა, აი სხვა ვერაფერს ვერ შეატყობდა, უბრალოდ მე შევატყე რომ ადგილზე რაღაცნაირად ქანაობდა რა, ოდნავ პატარა პერებოისნაირად ქონდა რა. ეხლა ნაწილებს ველოდებით, გადავწყვიტეთ კლაპნის სალნიკებიც გამოგვეცვალა და მაგებს ველოდებით მოკლედ რომ ავაწყოთ, თორე ეხლა უკვე დაქოქილი უნდა იყოს. ეხლა აქისთვის მოვიდით. ტყილად არის ჩამოკიდული მანქანა, ველოდებით ნაწილებს და დავიწყებთ განიერი კრილოების მორგებას, რაზეც წინაზე შევჩერდი, მაგრამ ამ დიზელის ფენდერს არ გავაფუჭებ რა. სხვა ფენდერიც მაქვს, შავი ფერის არის, რომელიც მამაჩემმა უკვე ამოჭრა და მაგას მივაყენებ და მაგაზე ვიმუშავებთ, რომ გავაგანიეროთ, ასე ვთქვათ რა. დავიწყოთ ამ ფენდერის მოხსნით. ოპა, ესე ჩვენი დიზელის ფენდერი. ეხლა წამოვიღებ შავ ფენდერს, რომელიც მამაჩემმა უკვე მიჭრა და მოჭრა. აი ესე გამოიყურება ჩვენი ფენდერი. უკვე ამოჭრილია და წესით ყველაზე ადვილი ხერხია ეს იქნება რა, ჯერ ეს ამოჭრილი ფენდერი დავაყენო და მე ამოვაკრა შიგნიდან ის გამობერილი ნაწილი. რაც ზაზორებში გასწორება ჯერჯერობით არაა საჭირო. სანამ კარგად არ ავაწყობთ ამ გამობერილ ფენდერს და მე უკვე შეგვეძლება მოხსნა და დაზაზორება ეს. ახლა წამოვიღებ გარე ნაწილს და მივაზომებ. ეს არის ჩვენი შავი მეტალის ფენდერი და ეს არის fiberglass-ის. და როგორც ხედავთ, შიგნიდან ამოუვით. ეხლა ბამპერსაც მოვარგებ და აი აქ უყურეთ, აი ამ ხაზზე გავატარებ, რომ ეს
არ დაირღვას. აი ამ ზემოთ ახას ორიგინალს დავტოვებთ რა, რაც მეტალის ფენდერს აქვს. მე ისე ამოვაკრავ შიგნიდან, რომ ეს ერთმანეთზე იყოს მიბჯენილი და მე უკვე შპაკლით ამოივსება რა. რაც არის ეგ არის. კი არ მინდოდა ძალიან ბევრი შპაკლი, მაგრამ არა უშავს. წინა ბამპერსაც მივაყენებ, რომ კარგად ვნახო, სად უნდა გამოწევა ხო არ უნდა ან გაწევა აქეთა ფენდერს. და სანამ მაგას მივაყენებ, აი ეს უნდა განახოთ. წინა ვიდეოში ვთქვი, მანქანა ხურდება თქო. შვები ჰაერის ტემპერატურა ძალიან მაღალზე ადიოდა რა, 80 გრადუსზე ადიოდა და ინტერკულერი ფაქტიურად არ ყოფნიდა. ეს ორჯერ დიდია წინაშე, რაც განახეთ ის ინტერკულერი დავაყენეთ და ძლივს დაეტია, აი მილიმეტრებშია ყველაფერთან. აი ამ ფარებთან არის მართლაც რომ ფაქტიურად ეხება რა ამ ფარებს, მაგრამ მე მგონი არაფერს არ უძავს. ამას შიგნიდან რაც ქონდა მეტალის, სულ ყველაფერი ჩავაჭერით, რომ დაგვეტია რა. ერთადერთი ეს ხერხი იყო თუ არა და აი ეს სექცია სულ უნდა ჩაგვეჭრა, რაც ნახდათ არ მინდოდა. ამიტომ მე მგონი ეხლა უკვე გაგრილების პრობლემა წესით აღარ უნდა გქონდეს. ესე იგი ბამპერი ბოლომდე არის მისული, ეს კუთხე სადაც უნდა გქონდეს, ფენდერთან არის მისული. ერთი პრობლემა რაც არის და ფენდერი ცოტა შიგნით არის შეწეული. და მე მგონი ცოტა კიდე მოჭრა მომიწევს ამ მეტალის, რომ შიგნით არ შეწიოს რა. ეხლა რაც მეტალის ფენდერს შეეხება, ვოლტებს გულებს მომაგებს დავუჭერ და 1-2 სკრუს გავუშვებ აი აქ რა, ამეებში, რომ დაფიქსირდეს ეს ორივე ნაწილი ერთად. იდეაში მივხვდით, რასაც ვაკეთებ, რასაც გულისხმობდი აქამდე. მე მგონი, რომ ყველაზე კარგი ხერხი ამ ბოდიკიტის მორგებისთვის ეს იყო რა. ეხლა რა თქმა უნდა, ეს ორიგინალურად ხაზებში არ დადგება, როგორც უნდა იყოს, მაგრამ wide body-ში გავა რა. ესე იგი, რამოდენიმე დღე გავიდა, რაც პატარ-პატარ რაღაცებს ვაკეთებდი რა ამ მანქანაზე და არ გადამიღია და ეხლა განახებთ რა გავაკეთე. ესე იგი, ეს ნახეთ, რაც ქენი უკვე, რაც შემეძლო ეს ზაზორები მივიყვანე რა ერთმანეთს. უბრალოდ ეს ცოტა გამოსაწევია აი ესე და მე კარგად იქნება. ასევე დავაყენე გვერდითა საიდსკერტები, ქართულად არ ვიცი რა ქვია. არც ეს არ იყოს, სიმართლე გითხრათ, ძალიან ცუდი რა. ხვრელები სადაც ქონდა ყველაფერი იქ მოერგო, რა თქმა უნდა ახლა ეს fiberglass-ია და პატარა ნაწილები გაიბზარა და მოწყდა კიდევაც. მაგრამ რას ვიზავ? კაი, ეს წინა მხარე გავიგეთ. ეხლა უკან რა გავაკეთე, მაგას განახებთ. როგორც ხედავთ, ამოუჭერი ეს უკანა ნაწილი, რაც ძალიან დამენანა, იმიტომ რომ არაფერი არ ჭირდა, არც ჯანგი არ ქონდა, არაფერი, როგორც ხედავთ, ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო. ესე ვარაუდით ამოუჭერი რა, ეხლა უნდა მივაზომო ეს ჩვენი მეტალის ნაწილები რაც გვაქვს, რაც გარეთ გამოიწევს და მე მივხვდებით რა, სადაც უნდა ჩავაცვალკოთ. მაგისთვის უკანა ბამპერის დავაყენე, იმიტომ რომ ესეც გარეთ არის გამოწეული, სიმართლე გითხრათ, ძალიან კი არის გამოწეული და ასევე დიდი ზაზორი აქვს აქ რა. იქით საერთოდ არა აქვს ეგეთი ზაზორი, კარგად დაждდა. აი, ფაქტიურად მიმჯდარი არის მანქანაზე. აი ეს არის რა, ეს fiberglass-ის ნაწილები. აქეთ კარგად ზის, იქით იმხელა ზაზორი აქვს. აქეთ ვაფშე კრუჩტელზე ეხება. შეიძლება მაგიტომაც ის კარგად აქვს, იმიტომ რომ კრუჩტელი აწვება მაღლა. მოკლედ რა. ეხლა უნდა ვეცადო და მეტალის უკანა გამოწეული არჩევი, ასე ვთქვათ, დავაყენო, მივაზომო და მე მივასვარკო. გადავედით უკანა მხარეს და დავიწყე ამ მეტალის ფენდერის დაყენებას, როგორც ხედავთ უკვე დავადე რა 1-2-გან სვარკა. კარგად არჯდება რა, კარგად არჯდებოდა და აი 100 ჯერ მოვხსენე, რომ რაღაცნაირად შუაზე მაინც დამესვა რა. თუ ესე იგი აქეთ გამოვწევდი, იქით ბევრი აკლდა, თუ იქით გავწევდი, აქეთ ბევრი აკლდა და ისე დავსვი, რომ ახლა ორივე განაკლია რა. ესე იგი, აი აქ როგორც ხედავთ, ბამპერის წინ არის წასული, ბამპერი სადაც შერდება და მე კრილო. აი აქ კიდე როგორც ხედავთ, ესეც გამოვწიე ორიგინალი რაც არის და ესეც ცოტა ჩავპრესე ახლა აქ პატარა რაღაც ნაწილს დავამზადებ და ჩავაკერებ. დაბლით ამხარეც ეხლა მახინჯურად არის, მაგრამ ამას არ უყურებ რა, მე ვუყურებ აი ეს კანტი როგორ დადგება და მე მგონი აი ესე რო იქნება. დაბლაც კარგად დგას და აქაც ნორმალურად არის რა, ეხლა ცოტა კიდე წინ გაწევა კი უნდა, მაგრამ ნუ კარგად არჯდება რა და რაც შეიძლება ახლოს მივიყვანე და აი ფაქტით სახეზეა რა.
ვეცდები რომ უფრო გავაუნჯობესო რა, ეხლა რაც არის სიმართლე გითხრათ არც მომწონს. წინები უფრო კარგად გამოვიდა ვიდრე უკანები და ეხლა ვფიქრობ რატო ფაიბრიგლასი არ გამოვიწერე უკანაც. სხვათა შორის უფრო კარგად გამოვიდა ვიდრე მეგონა რომ გამოვიდოდა. ფორმა მივიყვანეთ რა რაც გვინდოდა ისე დადგა. ეხლა უკვე დეტალებზე არის სამუშაო რომ პატარ-პატარა ხრელები რაც დაგვრჩა ამოვავსოთ. მე უკვე შპაკლის და შკურკის თემა არის რა. რაც მაგას მე არ შევეხები, ალბათ სხვას გავაკეთებინებ. სვარკები რაც იყო დავიყვანე დაბლა რაც შემეძლო, პატარ-პატარა ხრელები დარჩა. აი აქ. მაგრამ მე მგონი არ გამოვიდა რაც უდათ. აი აქ როგორც ხედავთ ადგილი არ დარჩენილი. ამას რაღაცნაირად ამოვავსებ, ამას აქ მივასვარკებ. ეს ნაწილი რო დგება, უკვე კარგად იფარება რა. აი აქედანაც. ესე გამოიყურება ჩვენი უკანა კრილო. ამას всё მეტი აღარაფერი აღარ უნდა, შპაკს წავუსმევთ მერე და მერე გაიშკურკება და მე მგონი კარგად დადგება რა. აი აქაც რაღაც პატარა ეს ჩავასვარკე და თავისი ფორმა მიეცა რა. რაც არის ეს არის რა. მეორე მხარეს რომ მოვრჩევი, მე წინებზე გადავალ, დავაწებებ და უკვე მაგიებსაც გავშპაკლავთ რა. ამ ვიდეოსთვის კი სულ ეს იყო, დაგემშვიდობებით და შემდეგ ვიდეოს რო დავდებ, უკვე მე მგონი ლათეხლა აწყობილი და გამზადებული არა, მაგრამ white body-ზე მაინც იქნება რა. აბა კარგად იყავით, აბა ჰეთ და აბა ჰოთ.